პირველად გენო რო დავინახე, გენო იყო მერვე კლასში. მე ვიყავი მე-6-ში. სხვათა შორის ცნობილი ფეხბურთელი შოთა იამანიძის კლასში იყო გენო. ხო და ბაკურიანში მე ის ქონდა შეკრებები ქონდა ხოლმე სამთვიანი და მე რამდენიმე თვის მერე დაიკარგა გენო. როგორც გავიგე ჩრდილო კავკასიაში შობილთან ერთად გადასახლდნენ იქ. შემდეგ 65 წელი იყო, ჩამოვედით ჩვენ ორერა ბერლინიდან გასტროლები ქონდა ერთიანი გერმანიაში და გავიგეთ რომ რეროს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის კონცერტები აქვს მოსკოვის ერმიტაჟის თეატრში. ერმიტაჟი ძალიან პოპულარული იყო, ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრებოდა და ცნობილი მსახიობები გამოდიოდნენ ხოლმე იქ და მაშინათვე დავდეთ ჩვენი ბარგი და გავქანდეთ იქ მივედი და დავინახე გენო, გავგიჟდი საიდან სადა მომიყვარო მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრე კონტრაბასის კლასი და აქ ახლა რეზერვში ვარო, მაგრამ ხანისხან გამოვყავარ ხოლმეო და მოკლედ კონცერტზე გამოვიდა, ნიბლია იმღერა, ძალიან კარგად იმღერა. იმღერა ფრენკ სინატრას სიმღერა იმღერა დაბრუნება. სვინგი იყო ისეთი ლამაზად, ტემბრი ქონდა რაღაც ტკბილი ისეთი ბარიტონი და რკინისებური რითმი და რაღაც გავგიჟდი რა, არ მოველოდი. ისე არაჩვეულებრივი სმენა ქონდა გენოს. აი კრიმანჭულს მომღეროდით მაღალიათ, ხო? ერთდროულად უკრავდა ბასის პარტიას გენო ბას-გიტარაზე. ის სვასვლებია, სხვა ეს მეოთხე ხმა კვარტეტში სხვა ურთულესი ისენია, ნახევარი ტონები და რაღაცები და ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ უნიკალური სმენა ქონდა, მაგრამ ხმაზე აღარ ვიძახე. ასეთი ლამაზი ბარიტონი და ძლიერი ხმა მე მგონია საქართველოს ესტრადაზე არ ყოფილა. ესე იგი ტრაგედია იყო მეუღლე არაჩვეულებრივი მეუღლე ყავდა მალინა ობოლი გოგო იყო და ერთმანეთი შეუყვარდათ. ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ხო და ფინეთიდან ჩამოვედით და ვერ არისო კარგად მარინაო რა. გენომ თქვა და რაშია საქმე და არ ვიციო რა და ლადო კახაძაცთან წავიყვანეთ მე და ჩემო მეუღლე. მესამე სტადიაში იყო უკვე. მოკლედ ყველამ ძალიან განვიცადეთ. შვილიც რო გარდაეცვალა ბატონ გენოს. კი, ეს ოქტომბერში იყო 3 თუ 4 წლის წინათიო. იქ ვიყავი რა, სუგვერდე ვიყავით. იქ მოკლედ ენა ჩაუვარდა რა. ძალიან განიცადა რა. ხო და ცოტა ხანი ერთი თვენახევარი არ ამღეროდით. მე თბილისობა იყო დავგიძახეს მე და გენოს და აი რომ მოვიდა კახი გენო როგორ ახლა მართალია რომ შვილი მოვიდა და კახი კავსაძემ მიუსამძიმ რა. ძალიან განიცდიდა, გულჩათხრობილი იყო. მაგრამ ჩემთან ძალიან ეს უბრალოდ ვიყავთ, ერთი სკოლელები ვიყავთ, ფეხბურთელები, მერე მომღერლები და რა ვიცი და თბილისში ჰქონდა კონცერტები. რა 3 ადგილას ჰქონდა კონცერტები ღია მოედნებზე. ხო და უჭირდა რა, მაგრამ არ ამოვიდა. ხო და მერე ვიყავით მახინჯაურში ბოლოს. და მოკლედ ვერ გადიოდა რა, უჭირდა და რომ მივიდა უკვე გაშინჯვალზე დაუდგინე საფირმელების ის რაფია სიმსივნე. იყავით ვინახულეთ გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე. ხო და კიდევ ვაპირებდით მისვლას და უთხარით რომ გენო თუ არ გეწყინება ჩვენ რაფია გთხოვეს და რამდენიმე კონცერტს შევატარებთ. ხო და იქიდან შენ შეგიყვანს იაში და დაგეხმარებით და
უნდა მივსულიყავით რა. და წინა დღეს საღამოზე დამირეკა ჩვენმა მომღერალმა დათომ მაღლაკელიძემ და გემოღარა ყავს რა. თურმე ესე იგი მეტყველება დაკარგა. და ვეღარ დგებოდა და 2-3 დღე ესე მდგომარეობაში კიდე არ მივედი, არ არის საქმე. ამ დღეში ვერ წარმომედგინა და არ ვნახე.